ვიცოდი და თურმე პოლკოვნიკი სეხნიევი ძალიან მდიდარი კაცი ყოფილა. ძალიან მქონე ბრწყინვალება. მარტო მისი ხალიჩები რა დღეს კოლექციონერია. კოლექციონერი? დიახ, ეს მისი სისუსტეა. სეხნიევმა თავისი კოლექციის შესავსებად დედისეული მამულებიც კი გაყიდა პერმის გუბერნიაში. მთელ თავის შემოსავალს ხალიჩებს ახმარს და ერთავად უფლოდ არის. ახლაც ცუნემის წინაშე აღმოჩნდა. საინტერესოა. ცუნემის წინაშე? დიახ, გრაფ. ინდოეთის დალაშქვის შემდეგ ნადირ-შაჰმა მეფე-ერეკლეს დიდი მონღოლის უნიკალური ხალიჩა აჩუქა. დროთავითარებამ ეს ხალიჩა ცნობილი თბილისელი ნეგოციანტის ვინმე ჰაჯი სეიდის ფირმის საკუთრებად აქცია. ჰაჯი სეიდიმ როგორღაც გაიგო, რომ სეხნიევი ხალიჩების კოლექციონერია და გადაწყვიტა პოლკოვნიკისათვის ეჩვენებინა ხელოვნების ეს ბრწყინვალე ნიმუში და მოახერხა კიდეც მისი საყვარლის მადმუაზელ ჟანე დე ლამიეს მეშვეობით. პოლკოვნიკმა წონასწორობა დაკარგა. ხალიჩა 25,000-ად იქნა შეფასებული, სეხნიევს არ აღმოაჩნდა თანხის 1/3-იც კი. მოლაპარაკება გადაიდო. თუმცა მეორე დღეს სეხნიევმა დიდი მონღოლის ხალიჩა მაინც შეიძინა. მუშნი. თუ ხონიათ რომ ნახურდალი ხალიჩის შესყიდვის ინკრიმინაცია რაიმეს დააკლებს, ისე ძლიერ კაც როგორც სეხნიევია. არა მგონია, და სხვათა შორის არც მაქვს მიზნად დასახულის სეხნიევს რაიმე დავაკლებ. მაშრას მოიდა სამ ხალიჩის ამბავი. უკვე მოიტანა, გრაფ. მივიღე მადმუაზელ ჟანე დე ლამიესაგან 25,000 რუსული მონეტი. პოლკოვნიკი სეხნიევი. ეს შეუძლებელია. შაბის მოადგილემ ჟანდარმერიის პოლკოვნიკმა სოцарია. მეფის ნათლულმა მიიღო 25,000. ვიღაც ავსტრო-უნგრეთის ჯაშუშისაგან. დაუჯერებელია. ამერტოჩემ. ეს კამპანია. ეს მისი უდიდებული ასობის საერთაშორისო კომპრომეტაცია. მუშნი. ვინ მოგცა ეს ხელწერილი? თვით ჰაჯი საიდმა გადმომცა. მადმუაზელ დე ლამიე ინფორმაციის ვენაში გადასაგზავნად მისი არხებით სარგებლობს. თავიდანებებს ზღაპრებს. თქვენი ინსპირირებულია ყველაფერი, რაც სეხნიევის გარშემო ხდება. ეგრეც რომ იყოს, მე მაინც ისე უნდა ვილაპარაკო, როგორც ვლაპარაკობ. მაგრამ საინტერესო ის არის, გრაფ, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც მე ვლაპარაკობ. როგორ? თქვენ პირადი კონტაქტი არ დაგიმყარებიათ დე ლამიესთან? ბატონო ზარანდია, მე მსურს ვიცოდე ყველაფერი. თქვენ ბრწყინვალება. თქვენ იცით სწორედ იმდენი, რამდენიც მე. ეს რა თქმა უნდა უკვე მომხდარ ამბავს ეხება. ხოლო რა არის მოსალოდნელი, შემიძლია მოგახსენოთ. ბრძანეთ. და თუ შეიძლება, გულახდილად. სიამოვნებთ, გრაფ. თქვენ სრული უფლება გაქვთ დაეჭვდეთ ჩემს გულახდილობაში. მაგრამ არავითარი საფუძველი არ გაგაჩნიათ ეჭვი შეიტანოთ ჩემს ერთგულებაში. მუშნი. ხშირად ადამიანები ამჟავნებენ ხოლმე ახალ და მოულოდნელ თვისებებს. განაგრძეთ. ლიკვიდირებული იქნება საჯაშუშო რეზიდენციები ავსტრიასა და თურქეთში. მადმუაზელ დე ლამიე და ჰაჯი საიდ ჩვენი ხალხი გახდება ვენასა და სტამბულში. სამსახურიდან გადადგება პოლკოვნიკის სეხნიევი.
და მისი გადადგომის ნამდვილი მიზეზი არავის ეწოდინება. ჩვენ ორის გარდა თქვენ ოფრწყინვალებო. სანამდე მოხვიდოდე ღმერთს ვეხვეწები მაჩვენე ჩემი დათანადგი რომ მოხვალ მავიწყდება ღმერთი და შენს მეც ვერაფერს ვხედავ უკვე რომ ვუალერსებთ ერთმანეთს ისევ მოდის ღმერთი და მეშინია ძალიან მეშინია დათა ცალკე გუდუნას ამბავი მტანჯავს პატარა აღარაა ესმის ყველაფერი შენი ნახვის ამბავს რომ შემატყობინებ ხოლმე ჩემ დასთან ვაგზავნი საყველიაში არ გინდა რომ უყვარდე გუდუნას შვილს რომ უყვარდეს ყველას უნდა მაგრამ აჯობებს მისთვის არ იცოდეს და არც უყვარდა თუ შენ უყვარა რომ მომკლანან გამაცინდი რომ დაიტანჯება ხოროტებას შეიდებს გულში ხოროტი კაცი ცოდვა მკვდარ კაცზე უარესი ხოროტი კაცი მკვდარი არავის ერჩის მაინც მამა უნდა ბავშვს ვიღაცა ხომ უნდა უყვარდეს უნდა უყვარდეს ასწავლე მთავარი უყვარდეს ადამიანი დედა უყვარდეს მამის საფლავი კეთილი საქმე უყვარდეს რა ფიქრი მაქვს ბეჭვი ეგ ის გვერდზე წერია და ხალხს ვისიც გონია ის კაცი მიაჩნდეს მამად ასე ეჯობებს სახს შემოვარეთ ხალხა დაარდი აბა ხალხა შემოვარდი ხალხა რა მიწევო ხალხა შემოვარდი ხალხა კიდე მარტული ატატუთაშია ვიცი რომ მაქახა გამოდი თვარკინდა სახშობელაზე რომ მოხდე და ჩაგბარდი შენი არ შეშინდეთ ქალბატონო თქვენ ბეჩუნია კახბა ამოაგდეთ შენი კურო ნიკანდროქილია დათა თუთაშხია საყვარლობა რომ ჯობია შენი თანაღორის ცოლობას თუ იცი ეგ შენ ვინო ხერმა მოგატყუა შემოიყვანე შენი ჩაფრები და ნახე თვითონ აბა მიწევო ამ ჩერტი კუციან და ჩეთაუ ხენავი Ты что подглядываешь? Мерзавец ты этакий! Убирайся! Помогите! Я тебе доказать вину, я отродья княгиня! Припей, я княжна Орлеяне! А вы обязаны защитить меня, как офицер и мужчина! Заломайте отец, вы должны впустить нас! Господин офицер, я в таком виде! Я буду жаловаться господину губернатору! Я беззащитная женщина, вы должны за меня заступиться! Ваши приятельства в доме бандиты! Бандиты? Нет! Нет! Я погибну! Я погибну! Господин офицер, спасите меня! Господин офицер, умоляю вас, защитите меня, господин офицер! Они могут войти через окно! Я знаю, они могут войти через окно! Господин офицер, защитите меня, я вас умоляю! Защитите меня! Я беззащитная женщина! Я беззащитная женщина, господин офицер! Я вас прошу, защитите меня! Я вас умоляю! Успокойтесь, ваше сиятельство, вы в безопасности! Я вас прошу! Извините, но я должен оставить вас! Нет! Нет!
თავიდანვე ეგ ქალი ზარანდიეს აგენტია კარამინ არ იქნება. სხვენი გაჩხიგეთ. სხვენი გაჩხიგეთ, ბიჭო, სხვენი. ღმერთო ჩემო რა შეჭადა. რომ შეგშინებოდათ ქალბატონო ასე მოხერხებულად ვერ მოიქცეოდეთ. მამაკაცი ვერ გააკეთებს ამას. ასეთის გაკეთებას ქალი უნდა. თქვენისთან ქალი. მაგრამ მაპატიერ და მოგზავნილი მგონი ხართ მაინც. ნუ მიწყენთ ამას. შვიდობით დადა. შვიდობა მოგცეთ ვართ. ნებრძანდით ბატონო ზარანდია. იდგეს ფეხზე. როგორც გენებოთ. ბატონო ზარანდია, როგორ მოხდა რომ ჩემს მიერ ჩატარებული გადმობირების შემდეგ თქვენი ბიძაშვილი თუ თაშხია ხელმეორედ გააბრაგდა. მაგ საკითხთან დაკავშირებით ვიცი მხოლოდ ის, რომ თუ თაშხიას გადმობირება და ჩვენ სამსახურში გამოყენება შეუძლებელი რამ არის. მისი ხელმეორედ გააბრაგება სწორედ თქვენს მიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული გადმობირების შედეგია, ბატონო პოლკოვნიკო. ეგრეთ წოდებული? მისი ბრწყინვალება გრაფი გაფრთხილებდათ, რომ თქვენს იმედს პერსპექტივა არ ჰქონდა. ჩემის მხრივ პეტერბურგში და აქაც რამდენჯერმე მოგახსენეთ იგივე. თვით გადმობირების პროცესში პოლიცმეისტერმა ნიკანდრო ქილიამაც გითხრათ, რომ თუ თაშხიას აღთქმა და თანამშრომლობის ხელწერილი ტყუის მეტი არა იყო რა. თქვენ არ დაიჯერეთ და ეს შედეგიც. კარგად მოგესალმებით, რომ მე ზურგს უკან მოქმედება არ მჩვევია. ამიტომ გაფრთხილებთ. მე მაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ აღიძრას თქვენს წინააღმდეგ გამოძიება. სამსახურის გამოყენებისათვის პირად ინტერესებში. ეს გამოიხატება საკუთარი ბიძაშვილის მფარველობაში. ამას დაემატება ბრალდება ზემდგომი თანამდებობის პირის მიმართ ინტრიგების ხლართვაში. თქვენ ურჩიათ თუ თაშხიას თანამშრომლობის ხელწერილი დაერღვია. ამით ჩემი პროფესიული უვიცობის დამტკიცება გსურდათ. ეს რა არის? ამ წუთში მოგახსენებთ თქვენ ბრწყინვალება. აი ამ საქაღალდის პირველი გვერდი წარმოადგენს ჟანდარმერიის პოლკოვნიკ სეხნიევის მიერ ჩადენილ სახელმწიფო პოლიტიკურ სისხლის სამართლისა და ზნეობრივ დანაშაულებათა ნუსხას. ხოლო დანარჩენი 83 გვერდი მამტკიცებელი საბუთებია. ბატონო ზარანდია, გაგიშდით. მე მომვიცით განაგზო თქვენ ბრწყინვალება. აქ არის საბრალდებო დასკვნა, რომელიც იწყებებით, რომ ზნეობრივ დანაშაულში ამხილებს პოლკოვნიკ სეხნიევს. გარყვნილებითა და სქესობრივი აღვირახსნილობით თანხლებული მრუშობა პეტერბურგში, მოსკოვში და ჩვენთან თბილისში, ქალბატონ ჟანე დე ლამიესთან. აი ქალების ჩვენებები და ფოტომასალაც. და ამას ჩადის დიდგვაროვანი ცოლშვილიანი კაცი. თქვენ ყველა სიკეთესთან ერთად პრიმიტიული ჭორიკანაც ყოფილხართ ზარანდია. შემდეგ ნაქურდალის საქონლის შეძენა. ბატონო პოლკოვნიკო, თქვენს მიერ შეძენილი დიდი მოღოლის ხალიჩა პეტერბურგს არ გაგზავნება. იგი ჩვენს მიერ არის კონფისკებული და ნაქურდალი პატრონს დაუბრუნდა. როგორ თუ ნაქურდალი მე არ ვიცოდი?
შემდეგ მოდის პროფესიული უვიცრობა და მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება. აქ საბუთები მრავლად არის. როგორ კვალიფიკაციას მისცემს სამხედრო საველე ტრიბუნალი ამ დანაშაულებებს და რას დაარქმევს მათ, მე ამაზე თავს შევიკარებ. რა დანაშაულებებს? თქვენ ბატონო პოლკოვნიკო დანაშაულებრივ კავშირში შეხვედით ავსტრო-უნგრეთის ჯაშუშთან, მადმაზელ დელამიასთან. მიეცით მას სპადოვსკის მიერ გადმოგზავნილი პროკლამაცია ფოტოგრაფირებისათვის და ეს ბოროტმოქმედება თქვენს ნომერში მოხდა. თქვენ ხელი შეუშალეთ ჩვენს აგენტებს და ეპატიმრებინათ ეს ჯაშუში მატარებელში ჩაჯდომის დროს. თქვენ უზრუნველყავით მისი გაქცევა საზღვარგარეთ და ყოველივე ამაში მიიღეთ 25,000 რუსული მანეთი. აი თქვენი ხელმოწერა. აი ეს საქაღალდე მეორასლად მაქვს. ერთი ჩაგბარდება თქვენ, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა მინისტრს. თუ დაუყოვნებლივ არ გადადგებით თანამდებობიდან. ეს რა ხდება თქვენ ბრწყინვალება? ის რომ თქვენ ქვეყანა და სახელმწიფო საძოვარი გონიათ. თქვენ მხოლოდ მიგავთ და არაფერს იძლევთ სანაცვლოდ. არაფერი გწამთ საკუთარ სტომაქს მეტი. სახელმწიფოს კი რწმენა ფანატიზმამდე აყვანილ რწმენას ჭირდება. თუ როგორ მოიქცევდით ჩემს ადგილზე ბატონო ზარანდია? მე თავს მოვიკლავდი. თქვენ ამას არ გააკეთებთ, რა თქმა უნდა. ამიტომ უნდა დაწეროთ გადადგომის პატაკი. დათხოვნა, რომ გადმოგიყვანონ კავკასიაში, საპატიმრო ადგილების სამმართველოს უფროსად. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ ნაქართულარი ხართ. ხოლო ქართველი კაცი ბოლოს და ბოლოს თავის მიწას უბრუნდება. უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო. ნანა, შვილო. გამოცდილ ხარ და შებერებულ ხარ ვიდრე მოველოდი. შენი ყარი მოშნი კარგად. არაფერი მიჭირს მე. აი ჩემს მოსწრებას, ნანა შვილებო. კაი ახლა. გაიგონებენ მეზობლები და გადმოგაგითხავენ. უბედურობა ხომ არ დაატყდათ რა. ვაი, ჩემს შვილებო. ვაი. მერტო შეგვეცი. ამინ. ამინ.
ხედავ პაემანზე მოსვლის ნაცათხერხს გადაუხვია დათა დანიშნულ დროზე მოხვედის სწორედ ჯერ არ დაგიმსახურებია ჩემგან შეურაცხყოფა შენ არ მესმის რა დროსაც დამიბარე მოვედი იმ დროს ძმის და პატიოსანი კაცის სიტყვა იყო ის და ჩემგან დროზე მოუსრულობა შენ ძმობაში და რაინდობაში ეჭვი შეტანა იქნებოდა ვერ გაკადრებდი ამას ჩემი სახელით რომ ასარგებლა ვინმეს და ხაფანგი მოეწყო აქ რა შვებოდი მე ბაბამ გადმომცა შენი დანაბარები მე ჩემი პირობა და დასტურიც მან მოგიტანა უცხო არ ჩარეულა ჩვენ სიტყვაში ვის უნდა მოეწყო ხაფანგი ნეტავე შემთხვევას შემთხვევისათვის ყოველთვის მზად უნდა ვიყო იარაღი სად არის შენ დათა ამის მეტი არ მაქვს თავი თავმალე განარჩენი იარაღით რატომ უნდა გამოგცხადებოდი რასი ფიქრობდი შენ უბეში რომ გიდევს მაგაზე რა ვიფიქრო და როგორ შეგითვალო ეგ ასე უნდა ჩამითვალა რომ დაჩეული ვარ საჭიროზე და შემაწუხებდა მთლად თუ იარაღობა რა იარაღი გაქვს მანდ აგანია ამოიღე ერთი მათ ჩვენ ვნახო მინდა გულჩვილობა შემოყვარვია ზამია სიბერენიც ისეგ და პატარა ნაადრევი ხომ არ არის შენთვის რა ხდება აქ თქვას მაგან ისე დაგჯაბნა სიკვდილის შიშმა რომ თავის მოკლაც შეგიძლია დათაშვილო რას გულისხმობდი თქვი შენ უკვე შემთხვევას ასე სიკვდილი მარტო შენი სიკვდილი არ იქნებოდა დადა უშნიმაც იცოდეს ეს სირცხვილით ამოწყვეტას ნიშნავს ოჯახისას ეგ მე რა ვიკადრო ის რაშიც თქვენ დადა თასეჭვი შეგპარვიათ მაშინ ჩემის თანაშვილისა და ძმის ყოლას და მე კიდევ სიცოცხლეს იქნებ მართლაც თავის მოკვლას ჯობდეს ღმერთმა სულ სხვა ლაბარაკი ეგ ლაბარაკი თქვენით არ იწყება და თქვენით არ თავდება ჩვენი მოდგმა და ოჯახი გახსოვდეთ ეგ ორივე ვიცით დედა ეგ არც ერთს არ გვიკადრებია სასირცხო საქმე და ავისახელი ოჯახისათვის აღარ მინდა მაგაზე ლაბარაკი მე მაქვს სათქმელი კიდევ თუ დაგიბარა მუშტიმსადმე და მის ძმობაში ეჭვი შეგეპარა იარაღით მიდი იქ თუ მოხდა მოხდლობა იარაღი გექნება თან დააღწიე ხაფანგს თავი შენი ხელობა ეგ წადი გადასაგარაგავში და თუ დარწმუნდი რომ მუშტის ხელით მოხდა ის მოხდლობა კენი საკნედი მაგრამ ისე რომ მიზეზი არავინ გაიგოს წესიერ ოჯახში ერთი თუ გამოდგა ბოროტი და უხსენებელი ამ ოჯახის მეორე კაცს უფლება არ აქვს ერთის ბოროტება მთელი ოჯახისა და მოდგმის სალანძღავად აქციოს ოჯახის სახელი სუფთა უნდა დარჩეს ხალხისა და მამავლის თვალში გასწავლის მე თქვენ შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყოს და სამშობლოს გარეთ შენი ერის დესპანი რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა გარეთ შენი ერის სწორად ცხოვრება თუ გინდათ ეს არის თქვენ ბრძანეთ ბაბა ძმასთან შეხვედრაზე საჭურულით მისვლა ძმის შეურაცხყოფა ხომ იქნებოდა ერთ უცნაცელე შემთხვევა რომ თქვენ მუშინი ვის იქნებოდა თუ სხვა რამ ხომ შეიძლება მოხდეს ყველაფერი ხდება
მოხდი ისეთ ვითარებაში, რომ უნდა მეცენ და გამიკოჭონ ხელები. ხალხი უეჭველად იმას იტყვის, ძმა გაისტუმრა კატორღაში თუ სახრჩობელაზეო და ასეთ ამბავში რა ურჩევნი ადამიანობას? ადამიანობას ის ურჩევნია, რომ გაგიკოჭონ ხელები და სანამ სახრჩობელაზე გაგიყვანენ, იძახო ქვეყანაზე და არც უნდა ყველა ძმა არაფერი შუაშია. ჩემი ძმის მტრების ხელით მოხდა ესო. კაი ბაბა, მაგრამ ჩემი ადგილი, ჩემი გონებისა და გულის ადგილი, სანამდე ჩამომახრჩობდნენ, იქამდე მაინც თუ ასადვენ. მას ერთი გზა და სავალი გარგულა მაღალმა ღმერთმა. წამებაა შენი ადგილი, მაგრამ ცხოვრების მიზანი გაქვს ისეთი, რომ ღირს წამებად. მაგ საქციელში მხოლოდ შენს თავზე, შენი გონებისა და გულის ადგილზე გაქვს ნაფიქრი. შედეგზე ჩაიქნებია ხელი. თავის სიკვდილზე პატრონიც რომ აღარ იყოს კაცი. რა ეს? ამდენი ხნის უნახავ ძმებს. უკეთესი სალაპარაკო რომ აღარ გაქვთ. ვერ ჩამიდვია ერთმანეთის სიყვარული გულში თქვენთვის. პირიქითაა დედაეკ. ისეთ გზებზე გაგვიყვანა განგებამ, სხვა ძმები ალბათ ჩვენს ადგილზე მტრად გადაეკიდებოდნენ ერთმანეთს. საქმეზე ვილაპარაკოთ ახლა. ამაღამე უნდა წავიდე მე. ასე ეჯებებს. მითხარი დათა. რა გაქვს განზრახული მომავალში? რას აპირებ? მონასტერში მიდის. ბერად აპირებს აღკვეცას. ეფემია წინამძღვარი შეხვიდა, მე მოგატყო სადმე რუსეთში. ის უნდა თქვა ჯერ მუშნი შენ რა გინდა და მაშინ იყოს ჩემი პასუხი თუ უპასუხობა. პეტერბურგში გადავყავ მინისტრს დათა. დიდ თანამდებობას გვერდება ალბათ. ძალიან დიდს. იმ ხელა თანამდებობა მინისტრი არ ვიქნები მართალია, მაგრამ მნიშვნელობითა და გავლენით სახელმწიფოში ერთ-ერთი უპირველესთაგანი. ბერდება ეს ხალხი თამარა. თავის გზა აქვს ყველას. არაფერი სატირალი არ არის ეს ამბავი. უფრო კარგად არ შევძლებ ჩემი მშობლების შვილობას. რა სელიან ცვლილებიდან მუშ? აი ნულობ ჩემის ჩინს. ჩინი თანამდებობას ახლავს. ბევრ ამასველი. უპირველეს ყოვლისა იმას, რომ მეტი სარგებლობის მოტანა შევძლებ ჩემი ქვეყნისა და ხალხისათვის. ამ თანამდებობის სიმაღლიდან უფრო მეტი მოხერხდება. მაგ განზრახვითა და დაპირებებით ბევრმა მიაღწია მაღალ თანამდებობას, მაგრამ იქ რომ მივიდა, მერე ვეღარ შეძლო სურვილისა და დაპირებების შესრულება. მეფის სამსახური მისთვის სასარგებლო და შენი ერისათვის საზარალო რაც არის, იმას გააკეთებინებს მარტო. ეგ კაცი არ ვარ მე ბაბა. ტახტს იმიტომ ემსახურებ, რომ არსებულზე უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩემი სამშობლოსათვის ჯერჯერობით ვერ ხედავ. ერთველი მეკიდებ ჩემი მომავლის სამსახურისაგან. კაი ძნელი და რთული საქმეების გაკეთებას შევძელი უკვე. ადამიანი ვარ, მეტი მწყურია. და მსურს ვიცოდე რაზე გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. გასაქადი მჭირდება. სწორად გადავიწყდია მუშნი, მაგრამ რაღაც გიშლის ხელს მგონია და თქვი ეგ ეს ბარემ. უბრალო ამბავია. ერთი ძმა ამდენ ხანს საბრაგობდეს და მეორეს მეფის კარზე უზარმაზარი თანამდებობა ეკავს, არ გამოასე. მერე? საყოდური ბევრი მოусმენია დათას, მაგრამ გამოსავალი არ დაუსახელები არავის არც ერთი. ეფემია წინამძღვრის მეც ბერად შედეგია. მე მაქვს გამოსავალი. შინაგან საქმეთა მინისტრთან პირადად შეთანხმებული. უნდა ჩაჯდეს დათა. ჩვენ მას 5 წლით პატიმრობას მიუშვით. სასჯელს საქართველოში მოიხდის. რომ ეს ასე იქნება და რა სხვანაირად, ამის პასუხისმგებლობას ოჯახის, ძმისა და საკუთარი სინდისის წინაშე მე ვიღებ ჩემს თავს. კი, მაგრამ მოითმინე ბაბა. ამაზე ნუ არ ვილაპარაკებთ. 6 თვე შეუძლია იფიქროს დათამ. თუ დაუждდება ჯგუაში აგერ ვარ მე. თუ არა და ისე ვისავართ ერთმანეთსაც რაც აქამდე ვიყავით.
ასე იყოს. გათავებულია ლაპარაკი. فکر مغازه ჩვენ საკეთებელსაც და ჩემ საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდა ჯობია მოშლი. მართალია. მეგობრებო, ჩვენ გამიმარჯვეთ და ჩვენ გზავრობაზე ვიმარჯვოთ. აუმარჯვოთ. ვერდით მივიჯექი, ვალი არ მოაცილო. არის კარგი.
რას თქვა? ის სანევლიზია თუ ვიღაცა ის სოფელში რო ჩამოსულა, რა მინდაო? დაოდა? თავადაზნაურების მამულები დაისაკუთრეთო. დაისაკუთრეთო. რა მამულები აქვს? გაიხსრო სულუგიძეს ნავაშებში გაგიჟდა რაცი. ჩუბიჭი ხარ, პირინა დაისაკუთრე. არა, ჯერ მუშებმა თავისი. რატომ ჯერ მუშებმა შეკაცო? რატომ? დასაკარგი არაფერი გააჩნია. აბა საქმე როგორ ათუ იცი. მიწები ხელმდა, გაპარა. მაგრამ რობიატო და სიბე თავისით ეს იქნება და ვეტაიკაე. ესენი მოახდინე რევოლუციას? მეტი არა ჩემდე. ვითხრა, ბატონო, რამდენს მაძლევენ სულუგიძის მიწებიდან და თუ და მიჯდა ჭუაში მივალ ბატონო და მივცემ თებს სულუგიძის ახკარს. ლეხი გაცემენ. რევანდელი კვერცხი ერთემია, ხვალიდან კატა. აბა, ის საკუთარი კვერცხი რომ აქვს? მიტომ არ ვარგია რევოლუციისათვის. ხალხს თავისუფლება უნდა. სიტყვის თავისუფლება. ბიჭო, რა გაქვს საქმელი ნეტავიდა? თუ გაქვს თქვი, შეგაცო. თქვი, რა გაჩვენე? ღარიბების საგონო შედგებოდეს მთავრობა. მუშულგრეხული უნდა იყოს. მერე ის ღარიბი იზრუნებს, ღარიბებისთვის. ხო? იზრუნებს, აბა იზრუნებს. შეგაიგას. იგრებიც არიან, აქვთ კიდევაც, თავზე გადაზდით ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ზრუნავენ და ის შენი ღარიბი მთავრობის კაცი თუ ისოვა რამე გააქანებს და სახლში წაიღებს, სახლში. აბა? კაცო, ასეა თუ ისია საშინელი აღსასრული ჯობს გაუთავებელ საშინელებას. ცარიზმი უნდა დაემხოს. მამაკიც ხონდება თავისი და ემხობა თავისით. გაიძინებს ამაღამ და აღარ გეიღვიძებს სხვა. კი, აბა, აღარ გეიღვიძებს. გაიგეთ, რა ხდება თბილისში? რა მოხდა? გამოსვლებია მთავრობის წინააღმდეგ. დიდი გამოსვლები. სტალდათებამდე და კაზაკებამდე მისულა საქმე. ამბობენ, დიდი ზალი დაუხოციათ და მეორიც დაუტუსაღებიათ. მას ბოლშევიკების ამბავი ასულა. რას ამბავ? ისინი აქტიურად მოაზრო, გაუმართლებელი სისხლის ზღვისაგერ მოუწოდებენ ხალხს. დღეს დაღვილი სისხლი ხვალინდელ ბრძოლებში გამარჯვების საწინდარი. სამართლიანი საქმისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის დაღვილი სისხლი უქმად არასოდეს ჩაიგდეს. როგორ გეკადრება? აგერ ჩამოყალიბდება სახელმწიფო სათათბირო და მოგცემენ თავისუფლებას ყველას. ვიღაცის მიცემული თავისუფლების იმედი ნუ ექნება, ნუ რა ვიცი. ასე არ არის? ადამიანმა თვითონ უნდა მიცეს თავის თავს თავისუფლება. ვაცალე, ბატონო, ვაცალე. მოითმინეთ ახალგაზრდა. ბადროეთ ჩამოსვლა. მობრძანით ქალბატონო. ახლა თქვენ გააგნებთ თუ მე წამოყვეთ? ქალაქში მინდა გავალავ ნახო ერთი რა ხდება. თუ გეჩქარება წადი შენ გავაგნებ თვითონ. არა, არსად არ მეჩქარება. ისევ ხედავ საქმეს რომ ჭირდებით ერთმანეთს. ხომ ასეა? რა დაგავალეს? რა უნდა ჩემგან მაინც? არეული დრო, რამე შარში არ გაიხმოს. თუ რამე გაგიჭირდათ, უნდა დაგიხსნათ. დამეტანი შეწუხებულან ჩემ ბედიღული. ჩემს უფროსებს სჭირდებათ იურიდიული ფაქტი, რომ თქვენ ნებაყოფლობით გამოცხადდით ჟანდარმერიაში. კაი ბატონო. ვიყოთ ერთად. ვიღოდანა. ასე აჯობებს. გამარჯობა შენ. დავით. გადასკდა. კი, გადავწყვეტ. სწორად გიფიქრია. დაქრო!
მერვე კამერაში. დედე მადლობა. ეგრეა. Düşeş kapadı. Şensiz. Darosta, orikati. მახო მოვიდა. დაუძახოთ? აი სადაც არ უყავს თვითონ იცის. ჩვენ დაუძახოთ და მე თვითონ იცოდეს. მახოჯან, პლასტი. აქეთ მომბრძანდი. ჩვენ ჩავიწევით და დაწვევი რაღა. მანდ მოვიდი არა? ნიფხის ყომარში ჩავშდი არა? თქვენი ლაყაფით ყური გამოვიჭედო არა? შეტოლი ნახე კოჭი გააგორე. მე თვითონ ვიცი საცა დავწვევი. ხომ გითხარი არ მომეთქე. ხომ გითხარი. არ უყავს რა. აბა რა ვიცი უნდა მახოჯანი. წადი საქმე ნახევა, ერთიან ბიძას უთხარი ჩამოვიდეს. რომელ ბიძას მახოჯან? ვერაბიანს რა? მობრძანეთ? დიდი ბოდიში ბიძა ჩიკო. ჩამოდი. მახო მოსულა. სვალა გინახე. ჩამოდი. რა ბრძანეთ ბატონო, ვინ მოსულა? მახო მოსულა, მახო. ადგილი დაცალე. მახო? ო. მახო. დამეტანი კაი. მარა რომ არ ვიცნობ მახოს მე და ეს ადგილიც რომ ჭირდება, რა ვქნათ ახლა ნეტავე? ბიძა ჩამო, თორემ ამოვედი. ამოვედი და ეგარი. მობრძანეთ ბატონო, სტუმარებთვისა. როგორ ახავ რა ენა? შენ ბიჭო. ერთ-ერთ საკვაიაჟი მომაწვე. ამავე. ვაიღოშ. ეგეთები არ იყოს, ხო იცი? ეგ სათამაშო გადაგიდა, ჩამოდი. წაიყვანეთ ერთ თქვენი მახოვიჯებო. დაწადით აქედან. მაშა ავიძლები არა? ეხლა ერთად ამოვალ და შეგჭამთ, ხო იცი? აბა ბიჭებო, მიდით. ეი! იდი მოსკოვი. ოკარი ბიჭებო, ოკარი.
Starosta, sadili. მარტო კაცი ჭამაშია ზბრალიაო. მომგასწალის პატარაობისას. მარტო რომ ხარ მიდი ვინმესთან. იყავი მათთან ერთად და ახალ გიბაგუნებენ წარმოგვო. თქვენი მიზანი ის თუ რომ ადამიანი იმაზე უკეთესი შეიქმნას ახლა რომ არის, მაშინ კაი ხნის მოსული ვარ თქვენთან. ეგარ გმარ. მე უპარტიო კაცი ვარ, მაგრამ აინც მივედი. სად? ბოლშევიკებთან, პატმოწურებასთან. მე? ისინი პატიოსანი ხალხია და ჩემი ადგილიც იქაა, სადაც სამართლიანობა. خودی خان კი მოვედი ძამბი. ასია კაცი საქმე უნდა მივიდეს სადმე და წავიდეს. ყოველთვის არ მედის კაცი რჩება ხანდახან. ვინმესთან რჩება. შენც ასე მოგიწევს შემოდათა. ბოლოს და ბოლოს მიადგები რომელიმე ნაპირს. ცხოვრება გაიზოლებს. მასე იქნება ალბათ. გახსოვთ დიდი ჩხუბი იყო აქ. არავის ესმოდა ვინ ვისთან რისთვის ურტყამდა სამკვიდროდ რამდენი ძალა დაიხარჯა უკმად რა ძალა მერე. ცისფული როგორ დავატრიალებიო წყალს ის ვიცი, მაგრამ ასე უაზროდ გაფლანგული ძალა ხალხის სასარგებლოდ როგორ უნდა მოტრიალდეს ის მინდა ვიცოდე. თქვენ რომ გიყურებთ თქვენი საფიქრალიც ისაა როგორ ეშულოს ამ საქმეს და ჩემი ნაპირიც ეგ იყოს იქნება.
მალე ხომ არ გინეჭოლა? დამისვენეს. დაგაშერე ღმერთმა. თუ მიწყენდათ შენ ცხოვრების შესახებ ბევრი რამ მსმენია და ერთი რამ მინდა გითხრა. სანამდე გინდა ირბინო და გდიონას. ორჩი სირბილს მე. ორჩი ციხიდან გასვლის მერე რა უნდა აკეთოს შენის თანაკაცმა? რა ვიცი, ვიული ქვეყანაზე და ცუდი კაცების განაფუჭარიდან ცოტას მაინც გადავაკეთებ სიკეთეთ. სიკეთეთ? იმარა ცუდი კაცი რომ შენი მტერია და შენი ხალხის მტერიც არის. ამაზე თუ გიფიქრიოდეს? ის ცუდი კაცები მთელი ქვეყანაა თითქმის. რა თუ ჩათვალე, აქეთ შენ დარჩები, იქით ყველა ისინი ერთად და დაგჯაბრიან უეჭველად. ახლა თვითონ ცუდ კაცს რომ ებრძოლო, აცაჯობე თუ გინდა, სულ ერთი ეს ქვეყანა კრუხივით ჩაქს ცუდ კაცებს და ათივეს მაგი არ მოიწებნება სხვა ცუდი კაცები უწყოთ. მესამეა კიდევ. როგორც გინდა იყოს საქმე სიყვარულით თუ არ მეუდექი ვერ მოერევ. კაცი ცუდი იყოს თუ გინდა, ტრად თუ ჩათვალე შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად. საოცარი კაცი ხარ დათა. მაგრამ ცდები მე მგონი. რაში ვცდები მე? ტრად უნდა ჩათვალო შენი ერისა და შენი მიზნის წინააღმდეგ მოქმედი ცუდი კაცები და ბრძოლა გამოუცხადო მათ. მაშინ მარტო კი არ დარჩები. ის ხალხი, ის ერი შენ მოგემხრობა და შენი გამარჯვებაც ასე გამოამხოლოდ. გესმის? კი მესმის. إلى بالدنيا boşaldı Yolda kötü გოგიტულაძე მოიყვანეს დაგიწყო. როგორა საქმე? მოწმეები მოიყვანეს, პირზე დამაყენეს. ვინ? ორნი არიან. ორიან დაადასტურა რომ სტამბაზე თავდასხმის დროს პოლიციელები დავხოცეთ ჩვენ. მე და კიდე ერთ მოუცნობმა სტუდენტმა. მათი აღწერით ამან. მე რა თქმა უნდა ყველაფერზე უარი ვთქვი, მაგრამ ჩემი გარეგნობის კაცი მზე თუ ნახავი ყავხარ. ცნობილი ამბავია. შენ ხუმრობდა სახშობელამდე ერთი ნაბიჯი გადარჩა. თუ დაუმტკიცდათ ჩამოახრჩოლა. რაღაცა უნდა მოიფიქროთ. რას მოიფიქრე? ეგრე არ გამოვა. მე შემომაგდო და პასუხით მე უნდა ვაგო. და რაღაც აღჭობელა მაშინ მეორე პოლიციელსაც მე ავიღებ ჩემ თავზე. წყნარად შენ. წყნარად. სანამ გვიან არ არის რაღაც უნდა მოიფიქროთ. რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და სხვა გზა არ არის. გაქცევა უნდა მოვაწყოთ.
და არა მარტო გოგის და სტუდენტისა. პადალოისაც და ყველა იმათიც, ვინც დასახლებთა საკანში სხედან. ამისათვის ციხის აღება საჭირო. ეგრეა. მე და დათა ამ ციხეში რამდენიმე წელიწადია ვსხედვართ. და ზოგი რამ ვიცით. მე მგონი შეუძლებელი არაფერია. ეს იქნება არა მარტო გაქცევა, არამედ ციხის ამბოხებაც. თუ ჩვენ შევძელით აჯანყების მოწყობა და ციხის აღება, ჩვენ მაგალითად მიბაძავენ სხვა საპატიმროებიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რევოლუცია გრძელდება, მიუხედავად არსებული რეაქციისა და ტერორისა. ეს კი არც თუ ისე ცოტა მეგობრებო. ეს ერთი მარტო ამ ციხეში 4000-ზე მეტი პატიმარია. ამათგან აჯანყებაში აქტიურ მონაწილეობას ნახევარზე მეტი მიიღებს და თუ სხვა ციხეებშიც იგივე მოხდება, ეს ნიშნავს, რომ 10,000-ობით ადამიანი იქნება მომზადებული მომავალი ბრძოლებისათვის. ეს კი მათთვის დიდი სკოლა იქნება. ეს მეორე. და მესამე, ჩვენ ვალდებული ვართ გადავარჩინოთ რევოლუციონერების სიკვდილს. საქმე საშიში და სათუო, მაგრამ როგორც იტყვიან, ჩიტი ბრტყნად ღირსო. არის მეოთხე მოსაზრებაც. ჩემით საცა 10 წელი შეუსრულდება და მე კი სულ ორჯერ მყავს ნანახი. დღე დამოსწრება ციხეში ვარ. აუცილებლად უნდა მოვინახულო. და მერე სიკვდილით შეიძლება სუფთა ხაერს ხის ძირას. სართულის აღება მოხერხდება. საკნების გასაღები ზედამხედველს აქვს. მაგრამ სართულიდან კიდეებზე და შემდეგ ეზოში გასასვლელი კარების გასაღები კომენდანტის ხელშია. კომენდანტის შემოვლა ძილის ზარის შემდეგ იწყებს. გასაღებები თან აქვს ხოლმე და ჩვენ სწორედ ამით უნდა ვისარგებლოთ. ეგ ყველაფერი გაანგარიშებულია. ორნი ვფიქრობდით. ჩქარა გამოდით. აირი ჩქარა. Иди, фекат ну миатрев. Кара. Хadi çıkara. Darta, atikati tualetçi. მესამე საგუშაგო ვარ. საღამოს ტუალეტი განრიგით დამთავრებულია. შემთხვევები არ არის. მესრის.
ოჩახ ბიჭებო სართულს ჩვენსაშია კომენდანტი ადგილებზე აბა ბიჭებო გასაღები როგორ მივედავ გახადეთ ასასველი არმენ გადაიცი ეს გასაღები ამ გარისა ეს მთავარი შემოსასვლელის ეს ალაყაფის მე ვრჩები აჯანყებას უნდა უხელმძღვანელო თქვენგან გარგულებაშია 10 წუთი 10 წუთის შემდეგ ვიწყებთ სართულების აღებას გავაღებთ საკნებს და მოვაწყობთ ბარიკადებს აბა გისურვებთ წარმატებას დახვალდის მეც მოვდივარ როგორ თუ მიდიხარ დიახ მივდივარ ჩემთვისაც დრო აწი თორემ შემოგაბერდით აქ შეკაიკაცო სულ რაღაც 8 თვე დაგრჩენია მოიხდი და თავისუფალი ხარ ჩიდივით მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ახლაც თავისუფალი ვარ გარეთ მეც სარგებლობას მოგიტან თქვენს და ხალხსაც შენიც აბა ნახონს აი სუფთაერთ ნახეთ